ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი წარმოგიდგენთ. ბერძნული მითოლოგია. ომის მძვინვარე ღმერთი არესი. ბერძნული მითოლოგიის სამყაროში არესი ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი, მძაფრი და დამრგუნველი ღვთაებაა. ადამიანების უმეტესობის წარმოდგენაში იგი უბრალოდ ომის ღმერთად გვევლინება, მაგრამ მისი სახე ბევრად უფრო ღრმა და საინტერესოა. არესი არ წარმოადგენს მხოლოდ ბრძოლას ან იარაღის ძალას, იგი განასახიერებს რისხვას, სისხლის ღვრასა და დაპყრობის სურვილს, შურისძიების ჟინს და იმ ბნელ ინსტინქტს, რომელიც მაშინ იღვიძებს, როცა ადამიანი რისხვას გონებაზე მაღლა აყენებს. თუ სხვა ღმერთები შეიძლება ომს, წესრიგის დაცვის ან სამართლიანი მიზნის თვალით უკავშირებდნენ, არესი ომის ყველაზე სასტიკ, დაუნდობელ და ქაოსურ მხარეს წარმოადგენდა. იგი არის ძალადობის დაუფარავი სახე. ძველი ბერძნული მითების მიხედვით არესი ზევსისა და ჰერას შვილი იყო. იგი ოლიმპოს ერთ-ერთი მთავარი ღვთაებაა. მაგრამ საინტერესოა, რომ სხვა ღმერთები მას ყოველთვის პატივით არ უყურებდნენ. ბევრ მითში თვით ზევსის კი მას საყვედურობს მისი ფიცხი ბუნების, დაუფიქრებელი მოქმედებისა და დაუსრულებელი კონფლიქტების გამო. ეს მნიშვნელოვანი ნიშანია. ბერძნულ სამყაროში ომი რეალობა იყო, მაგრამ ძალადობა სათნოებად არ ითვლებოდა. ამიტომ არესი ძლიერი ღმერთია, თუმცა იშვიათად არის საყვარელი ღვთაება. მისი შეიძლება ეშინოდნენ, შეიძლება მის ძალას პატივსცემდნენ, მაგრამ იშვიათად ეთაყვანებოდნენ. თუ ათენა ომის გონიერ და სტრატეგიულ მხარეს განასახიერებს წესრიგს, გეგმას, თავდაცვას და სამართლიან სიბრძნეს, არესი წარმოადგენს სრულიად სხვა ძალას. იგი არის შუბების შეჯახება, ფარების გატეხვა, ცხენების გიჟური ჭენება, მიწაზე დაცემულთა ყვირილი და გამარჯვების ბრმა წყურვილი. სადაც ათენა წინასწარ ფიქრობს, არესი დაუფიქრებლად უტევს, სადაც ერთი ითვლის შედეგებს, მეორე მხოლოდ სისხლს ეძებს. ამ დაპირისპირებაში ბერძნები აშკარად გვიჩვენებენ, რომ ძალა და სიბრძნე ერთი და იგივე არ არის. არესის გარეგნული სახეც ამ ბუნებას გამოხატავს. იგი ხშირად წარმოდგენილია როგორც ძლიერი, ახალგაზრდა, შეიარაღებული მეომარი, ბრინჯაოს მუზარადით, ფარითა და შუბით. მისი სახე მშვიდი არ არის როგორც აპოლონის. არც სამეფო სიმძიმე აქვს როგორც ზევს. მასში იგრძნობა დაძაბულობა, სწრაფვა და დაუცრომელი ენერგია. ეს არის ძალა, რომელიც მუდმივად მოძრაობაშია. იგი ჰგავს ქალიშხალს, რომელსაც მიმართულება ყოველთვის არ აქვს, მაგრამ შეჩერება ძნელია. ბერძნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ის, რომ არესი მხოლოდ გარე ბრძოლას არ აღნიშნავს. იგი ადამიანის შინაგან ომსაც განასახიერებს. როცა რისხვა გონებას ძლევს, როცა შური სამართალს ფარავს, როცა შეურაცხყოფა სისხლიან ანგარის სწორებად იქცევა, იქ არესი მოქმედებს. ამიტომ იგი მხოლოდ მითოლოგიური პერსონაჟი კი არა, ადამიანური ბუნების სახეც არის. იგი გვახსენებს, რომ ყველაზე საშიში ბრძოლები ხშირად გარეთ კი არა, ადამიანის გულში იწყება. ბევრი იმპერია ჯერ ადამიანის შიგნით დაინგრა და შემდეგ ბრძოლის ველზე. ჰომეროსის ილიადაში არესი არაერთხელ ჩდება ბრძოლის ველზე. იგი მხარეებს იცვლის, ემოციებით მოქმედებს, ბრაზისგან იბრმავებს თავს და ხშირად თვითონაც ეშვება იქ, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხოცავენ. ეს შემთხვევითი არ არის. ბერძნები აჩვენებენ, რომ ომი ერთხელ დაწყების შემდეგ იშვიათად ემორჩილება გეგმას. იგი ცოცხალ ძალად იქცევა, რომელიც ყველას ითრევს, მეფეებსაც, გმირებსაც და უბრალო ხალხსაც. არესი სწორედ ამ უკონტროლო ომის სახეა. ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდში გმირი დიომედესი ათენას დახმარებით თვით არესს დაჭრის. ღმერთი ტკივილი ტოვებს ბრძოლის ველს და ოლიმპოზე ბრუნდება. ამ ამბავში ღრმა აზრი დევს. ბრმა ძალა შეიძლება ძლიერი იყოს, მაგრამ იგი დაუმარცხებელი არ არის. გონიერება, დისციპლინა და სწორი ხელმძღვანელობა ხშირად ამარცხებს უბრალო მძვინვარებას. სწორედ ამიტომ ბერძნული კულტურა ათენას უფრო მაღალი პატივით იხსენიებდა ვიდრე არესს. თუმცა არესი მხოლოდ განადგურების ფიგურა არ არის. მის სახეში სიმამაცეც იგრძნობა. ყოველი მეომარი, რომელიც შიშის მიუხედავად ბრძოლაში დგას, გარკვეულწილად მის სფეროში შედის. საფრთხის წინაშე მდგარინების ყოფა, ტკივილის ატანა, უკან დახევაზე უარის თქმა, ეს ყველაფერი ომის იმ მხარეს ეკუთვნის, რომელსაც ადამიანები ზოგჯერ გმირობად აღიქვამენ. ამიტომ არესის ძალა მთლიანად უარყოფითი არ არის. იგი საშიშია, მაგრამ მასში ადამიანური გამბედაობის ნაპერწკალიც დევს. პრობლემა მაშინ იწყება, როცა სიმამაცე სისასტიკედ იქცევა, ხოლო გამბედაობა სისხლის წყურვილად.
სწორედ აქ იკვეთება არესის ყველაზე ბნელი სახე. გამარჯვება მისთვის ხშირად მიზანი კი არა ჟინია, ბრძოლა აუცილებლობა კი არა სიამოვნება ხდება. ასეთ დროს ომი აღარ იცავს არაფერს, იგი მხოლოდ ანგრევს. ბერძნები კარგად ხედავდნენ ამ ზღვას და ამიტომ არეს სიფრთხილით უყურებდნენ. არეს ხშირად თან ახლდნენ მისი შვილები და თანამგზავრები: ფობოსი, შიში, დეიმოსი, წერწოლა და ენისო, ბრძოლის ქაოსი. ეს შემთხვევითი არ არის. ბერძნები გვაჩვენებენ, რომ ომს მარტო გამარჯვება არ ახლავს. მას თან სდევს პანიკა, სასოწარკვეთა, ტკივილი არეულობა და ადამიანური სახის დაკარგვა. სადაც არესი შედის, იქ ხშირად შედის შიშიც. მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კავშირი სიყვარულის ქალღმერთ აფროდიტესთან არის დაკავშირებული. ერთი შეხედვით ეს უცნაური კავშირია, ომის ღმერთი და სიყვარულის ქალღმერთი. მაგრამ მითში ღრმა სიმბოლო იმალება. სურვილი და ძალა, ნება და დაპყრობა, სილამაზე და საფრთხე ხშირად ერთმანეთთან ახლოს დგანან. ადამიანურ ისტორიაში სიყვარულით და ომიც ხშირად იმავე ვნებიდან იბადება, სურვილიდან, ფლობიდან, დაუფიქრებელი გატაცებიდან. ამიტომ არესისა და აფროდიტეს კავშირი შემთხვევითი არ არის. ზოგიერთ ბერძნულ მხარეში, განსაკუთრებით უფრო სამხედრო კულტურის რეგიონებში, არის განსაკუთრებულ პატივსაც სცემდნენ. თუმცა მთლიანობაში იგი არასოდეს გამხდარა ისეთი საყოველთაოდ პატივსაცემი ღვთაება, როგორც ზევსი, აპოლონი ან ათენა. ესეც ღრმა სიმბოლოა. საზოგადოებებს შეიძლება ომი სჭირდებოდეთ, მაგრამ ისინი იშვიათად ეთაყვანებიან მის ნამდვილ სახეს. ისინი ამჯობინებენ გამარჯვების დიდებას, ვიდრე ბრძოლის რეალურ სისხლსა და ტკივილს. თუ პოსეიდონი ბუნების დაუმორჩილებელი ძალა, ხოლო ჰადესი უკანასკნელი საზღვარი, არესი ადამიანური ძალადობის სახეა. იგი არის ის წამი, როცა ბრაზი წესრიგს არღვევს, როცა სისხლი გონებაზე სწრაფად მოძრაობს, როცა გამარჯვების სურვილი ყველაფერს ჩრდილავს. იგი არის ბრძოლის ექო, რომელიც გამარჯვების შემდეგაც რჩება, ჭრილობებში, მოგონებებში და განადგურებულ მიწაზე. ხშირად ომი მაშინაც არ სრულდება, როცა ხმლები ჩერდება. ამავე დროს არესი გვახსენებს, რომ ძალა თავისთავად დიდებულება არ არის. ხოლო ძლიერება თუ მას გონება არ მართავს, შეიძლება საკუთარი თავის წინააღმდეგ შემოbrunდეს. ამიტომ იგი ხშირად ძლიერია, მაგრამ არა ბრძენი. საშიშია, მაგრამ არა პატივსაცემი. დაუნდობელია, მაგრამ არა უზენაესი. ეს განსხვავება ბერძნული აზროვნების ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია. არესის მცნობა დღემდე შენარჩუნდა, რადგან იგი ადამიანურ ისტორიაშიც მუდმივად ჩნდება. ყოველი ეპოქა იცნობს ომს, რისხვას, დაუნდობლობას და ძალაუფლებისთვის ბრძოლას. ყოველი საუკუნე ხედავს, როგორ იღვიძებს ადამიანში ძალა, რომელიც ნგრევას უფრო სწრაფად ქმნის, ვიდრე მშვიდობას. ამ თვალსაზრისით არესი მხოლოდ ძველი ღმერთი კი არა, მუდმივი სიმბოლოა იმისა, თუ რა ხდება, როცა ძალა ეთიკას უსწრებს. მაგრამ ამავე დროს იგი მეორე ჭეშმარიტებასაც გვახსენებს, რომ ადამიანში არსებობს გამბედაობა, ბრძოლის უნარი და საფრთხის წინაშე მდგარი ნებისყოფა. იგივე ძალა, რომელიც ანგრევს, ზოგჯერ იცავს კიდეც. იგივე სიმამაცე, რომელიც დამპყრობელს ამოძრავებს, შეიძლება სამშობლოს დამცველში ცხოვრობდეს. ამიტომ არესი მთლიანად უარყოფითი ფიგურა არ არის. იგი ძალის პირველყოფილი სახეა, რომელსაც ან გმირობა შეუძლია, ან კატასტროფა. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ვინ მართავს მას, გონება თუ სიბრმავე. სწორედ ამიტომ არესი ბერძნული მითოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრი და დაუვიწყარი ფიგურაა. იგი გვაჩვენებს ომის ნამდვილ სახეს, არა დიდებას, არამედ ფასს, არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ ჭრილობას, არა მხოლოდ სიმამაცეს, არამედ სიგიჟესაც. იგი გვახსენებს, რომ ბრძოლაში დამარცხებულიც კარგავს, მაგრამ გამარჯვებულიც ხშირად სისხლში ტოვებს საკუთარ ნაწილს. არესი, ღმერთი, რომლის ნაბიჯსაც ხმალი მოსდევს, რომლის სუნთქვას რკინის სუნი ახლავს და რომლის ჩრდილშიც ადამიანი ყველაზე ადვილად კარგავს საკუთარ თავს. ეს არის ამბავი ძალაზე, რომელიც ან გმირად გაქცევს, ან მონსტრად. ტელერადიო კომპანია Georgian Times-ი. გადაცემაზე მუშაობდნენ დამდგმელი რეჟისორი, პროდიუსერი და იდეის ავტორი მალხაზ გულაშვილი. მონტაჟისა და ხმის რეჟისორი გაგა გოგოჭური. სცენარების ავტორები გაგა გოგოჭური, მირზა ცხოიძე. გახმოვანება დავით ხვადაგიანი.